გავიხსენო ერთი მაგალითი, ერთი დიალოგი, რომელსაც ყური მოვკარი, ქობულეთში პლაჟზე. ჩემი ოჯახის ცოტა მოშორებით, ძალიან ისეთი სიმპათიური ოჯახია რა. მამა, დედა, შვილი, პატარა გოგო და ბიჭი, შვილი, რომელიც ალბათ იმ ასაკშია, რომ პროფესია უნდა აირჩიოს. არის ერთი 12 წლის ბიჭი რა, რომელიც დადის პლაჟზე და სიმინდებს ყიდის რა. ეს ბიჭი მოკლედ ამ ფულით, რასაც ის აკეთებს სიმინდების გაყიდვით, ინახავს ოჯახს ფაქტიურად რა, იმიტომ რომ მამა არ აყავს, დედა შეუძლოდა და ამ ბიჭს ყველა იცნობს და ამ ბიჭზე ლაპარაკობენ და უცებ მამამ აი ამ თავის შვილ ბიჭს, რომელსაც პროფესიების არჩევაზე ელაპარაკებოდა, უთხრა ერთი ესეთი ფრაზა, რომელიც მე არ მომვარდნია ტვინიდან არასოდეს. უთხრა რომ აი შვილო, შენ თუ სწორ პროფესიას აირჩევ და წარმატებული იქნებიო, აი ასეთ მონდომებულ ადამიანებს უკეთეს ცხოვრებას შეუქმნიო. რა ვარ ჩვენ მიჩვეული ვართ რომ აი შენ თუ კარგად არისწავლი იქნები ეგერ იმ ბიჭივით და სიმინდებს გაყიდ. უცებ მივხვდი რომ აი წარმატება, რას ნიშნავს წარმატება რა, არა ის რომ რაღაცა სხვის ხარჯზე იყო წარმატებული, ან სხვასთან შედარებით იყო წარმატებული, არამედ აი სულ ჯერ ერთი რაღაცა რა ქრისტიანული რაღაცა უთხრა, ხო? მე რამხელა უფრო დიდ მასშტაბში დაანახა წარმატების მნიშვნელობა. წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც შენი მიღწევები სასარგებლოა სხვებისთვისაც.